ჭიათურელი მაღაროელები დღეს სახალხო დამცველს შეხვდნენ. ლევან იოსელიანთან შეხვედრა დახურულ ფორმატში გაიმართა და 1 საათს გაგრძელდა. დასრულების შემდეგ მხარეებმა კომენტარი მედიასთანაც გააკეთეს. მაღაროელების თქმით, შეხვედრა მათი ინიციატივით გაიმართა და მთავარი მიზანი იყო სახალხო დამცველისთვის ხელისუფლების შტოებთან ურთიერთობაში შუამავლობის თხოვნა. მათივე განცხადებით, ისინი უკვე 42 დღეა პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას და საკუთარი პრობლემების გაცნობას თუ მათი გადაჭრის გზების შეთავაზებას უშედეგოდ ცდილობენ. ამავე შეხვედრაზე განხილული იყო მაღაროელების გარკვეული ჰუმანიტარული და ჯანდაცვის საკითხებიც. თავის მხრივ ომბუდსმენმა აღნიშნა, რომ ის თავისი მანდატის ფარგლებში ყველანაირად შეეცდება მაღაროელებს პრობლემების მოგვარებაში დაეხმაროს. 3620 ადამიანი დარჩა სამსახურის გარეშე და მათ არ აუღიათ 3 თვის განმავლობაში ხელფასები და არის ჰუმანიტარული და სამედიცინო კრიზისი ჭიათურაში. აი ამასთან დაკავშირებით გვინდა რომ შევხვდეთ მთავრობას, ეს პრობლემები მოვახსენეთ სახალხო დამცველსაც, ვთხოვეთ დახმარება შეგვახვედროს, გვიშუამდგომლოს ჩვენსა და მთავრობას შორის. არის დაპირება, რომელიც არის დროში გაწერილი და ველოდებით გვაქვს იმედი. მოკლედ ყველანაირ კანონიერ გზას ვცდილობთ იმისას, რომ მთავრობასთან გავიდეთ კონტაქტზე, დავждეთ მოლაპარაკების მაგიდასთან, აუხსნათ არსებული მდგომარეობა და ასევე გვაქვს გამოსავალი გზები, თუ როგორ შეიძლება კომპანია მიარსებოს ჭიათურაში და იყოს ის მომგებიანი. ბატონი ლევანი დაგვირდა თავისი შესაძლებლობის ფარგლებში, ყველანაირი დახმარება აღმოგვიჩინოს, ადგილზედაც ჩამოვა ჩვენთან, გაეცნობა სიტუაციას ყველაფერს და ნახოთ როგორ წარიმართება მოვლენები. ძირითადი საკითხები ეხება, რა თქმა უნდა, მათ სამსახურიდან განთავისუფლების შემთხვევებს, ეხება ეკოლოგიურ საკითხებს, ეხება შრომით პირობებს. ამ საკითხებზე იყო საუბარი და რა თქმა უნდა, მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ამ ადამიანების ეს საკითხები მიტანილი იქნას შესაბამის უწყებებამდე, პასუხისმგებლ ადამიანებამდე და ეს დიალოგი და ეს რაღაცა ურთიერთობა შედგეს. სამწუხარო არის, რომ როგორც ისინი აცხადებენ, დღემდე მათ არავინ არ გამოხმაურებია და არავინ არ დაინტერესებულა სერიოზულად მათი პრობლემებით. და ეს გახდა ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ისინი ჩამოვიდნენ და რატომაც ითხოვეს ჩემთან შეხვედრა.